მოგესალმებით მეგობრებო, გარაჟი 1992-დან. სტუმრად გვყავს Hyundai Sonata, ბენზინი 2.4 ძრავით. ეს კონკრეტული არის, ჩაძირულ მდგომარეობაში იყო. და როგორც სხვა ვიდეოებში გეუბნებით ხოლმე. მთლიან ვიდეოს არ ვიღებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ვიდეო გამოდის და ძალიანაც საინტერესო არ არის ახლა ძრავის ამოღება და ამ შემდეგ. თავარი რაც არის ალბათ 90%-ისთვის არის თავარი არის ძრავის მეტკები. და ისევ მეტკებს შეეხება ეს ვიდეო. ანუ არის 2.4 ბენზინი, 2014 წლიანი Sonata. აწყობის პროცესი მიმდინარეობს და აგიხსნით მეტკებს. მოდი გადავხედოთ ჯერ რასპედლებს, კულაჩოკებს და დავიწყოთ ესე იგი ახსნა. თუ რას უნდა უსწორდებოდეს. როგორც მეტწილ მანქანებზე, ცეპიან ძრავებზე აქვს ცეპებს ფერები. ორი ფერი აქვს. ახლოს, რომ რასპედლებზე დგება ერთი ფერი დაბლა. ამ კონკრეტულს კიდევ აქვს ბალანსი, მაგის მეტკასაც აგიხსნით, იმასაც ფერები აქვს, ძალიან მარტივია. და ავხსნათ ამ კონკრეტულის მეტკა, ესე იგი, მოდ დავიწყოთ რასპედლებით. კულაჩოკები ერთმანეთს უყურებს. ფერს რაც შეეხება, აქვს რასპედლზე ვანოსი აქვს წერტილი. სხვა წერტილებიც აქვს და მაგ წერტილებმა არ შეგაცდინოთ, იმიტომ ვიღებ აი კულაჩოკები, ვამახვილებ ყურადღებას, როგორ მდგომარეობაშია. აქვს წერტილი, მაგ წერტილზე დგება ერთი ფერი. მეორე წერტილზეც დგება მეორე ფერი. ჩავიდეთ ქვემოთ. შპონკას დააკვირდით, შპონკა. უნდა იყოს ლაბაოის მხარეს ჰორიზონტზე მარცხნივ, ჰორიზონტალურად მარცხნივ, ახლა ცოტა გადატრიალებული არის მარჯვნივ, მაგრამ ამ ფერებს, ასე ვთქვათ, ცეპის ფერებს ვერ გავექცევით. ჰორიზონტზე მარცხნივ უნდა იყურებოდეს შპონკა. და აქაც აქვს ფერის შიგნით